თქვენს კარტიეზე და როლექსზე სალაპარაკოთ მოვედი, გიკეთიათ ახლა. ობახიძის მდიდარი მინისტრები. დანაზოგი გაქვთ 350,000. რა გინდოდათ ქართული ოცნების ხელისუფლებაში? დღეს 8 საათზე ჩვენ გაჩვენებთ მაღალ თანამდებობაზე ყოფნის პარალელურად ვინ რა ბიზნესის მფლობელია. აი ვაგზლის მოედანზე თუ ყოფილხართ, მეტრო დიდუბესთან თუ გინახავთ ადამიანები, როგორ ჩანს თქვენგან მინისტრების ოჯახებიდან? როდესაც ბიზნესიდან დიდი ფული შეძდით, ვის სჯერა რომ მინისტრებად დანიშნვის შემდეგ მათ ამ ბიზნესის მართვაზე უარი თქვეს და საჯარო მოხელის ხელფას სჯერდებიან. ხობელს ვეძებ. აი აქ უნდა იკითხო. ვილები, სახლები, ბრენდები, მანქანები. ჩვენ გაჩვენებთ ქონებას და ბიზნესს, რომელსაც თავად ადეკლარირებენ და ამტკიცებენ, რომ ეს ყველაფერი სამართავად ცოლებზე და ქმრებზე აქვთ გადაფორმებული. ცოლს აბა ის რა ქვია, ცოლს ყველ გადასცემდა თავ ვისაც ენდობოდა, მიანდო მას. ხალხი რა მჩევებია 3 ლარი მივაჭრე ახლა და ვალებ ვარიგებებო რა ვქნა და ქართული ოცნების ჩინოვნიკების ცხოვრება. ვერ დაინახავს ის აქ ამან არის ის აქ რა ხდება. ის არ ხდება სანაგვეში რა ხდება, რატო იჭრიკებიან. რატომ ვერ გაიგებენ ისინი ვერასდროს? რა არის გაჭირვება და რა არის დღეს ხალხის მთავარი პრობლემა ამ ქვეყანაში? ძალიან მიჭირს და ეს ეკონომიკა სათხოვრის აბა. თვითონ მინისტრების ხელში და პარლამენტის ხელში ჩვენთან არაფერი არ არის. დიდარი ხალხი ყობახიძის კაბინეტიდან შაბათის ეთერში. ანუ ხუტა პაჭკორიას დავალებით 700 ლარად გააუბედურა ოჯახი. სად არის ახლა ხუტა? მოусმინათ წულუკიანი 700 ლარიანი მოწმეების მოსყიდვაში რო გადანაშაულებთ, იცით? თეა წულუკიანის მიერ ტერორის და რეპრესიების შემოქმედად გამოცხადებული ხუტა პაჭკორია ქართულმა ოცნებამ დააწინაურა და მაღალი პოსტი მისცა. ნაცების დროიდან ატერორებთ ხალხს და ისევ პოსტს ერჩები. დღეს ის ხუტა, რომელზეც წულუკიანი რამდენიმე კვირის წინ გამოძიების დაწყებას ითხოვდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანია და პროევროპული აქციის მონაწილეებს დასდევს. როგორ დავაგდით ამ ხელისუფლებასთან? სიცხულია. ხუტა პაჭკორიასთან ერთად ყობახიძის ბრძანებით გუბერნატორად დანიშნეს ექს-პოლიციელი, რომელიც 2009 წელს ხალხის დარბევის ერთ-ერთი მეთაური იყო. არაჩვეულებრივი ადამიანია ჩემი ხელმძღვანელი. ახლა გაკეთილ შობილ და ადრე ზონდა დავასრულოთ საუბარი. ნაღმები, რომელიც წულუკიანის კომისიაზე ფეთქდება დღეს 8 საათზე. იქიდან გამოვედით ჩამოშლილები და განადგურებულები. გამოგონილი მიზეზით და პოლიტიკური შურისძიების მოტივით ციხეში ჩასმული პოლიტიკური ლიდერების შვილები. მე როგორც გავიგე, სადღაც რო არ მივიდა მაგის გამო დაიჭირეს. ზუსტად ანუ ვეღარ ხვდები. პოლიტიკურ ბატალიებს მიღმა რიგითი ადამიანები დგანან. მეგონი ესე იყო. დღეს 8 საათზე. მომე, პირველად არ ხსნა ესეთ რაღაცას. ჩვენ მათ ამბებს მოგიყვებით. ეს არის ზურასი? ხო, არსენალი. რა სიზემდე? ზურას გამოვიყენი ციხედან. სკოლის მოსწავლეები პატიმარი მამების სანახავად დედებს ციხეში მიჰყავთ. იმ დღეს გავაბრაზე და აუ წადიო რა შენ ჩაჯექი და ნიკა გავაჭია. ხედავენ, მაგრამ მათ შორის აღმართული შუშის კედელი მიახლოვებას კრძალავს. შუშაზე ნათითურებს ხედავ ხოლმე, აი მაგალითად პატარა ბავშვები, იქედან მშობლის. 8 საათზე ნახეთ როგორია გამოგონილი მიზეზით ციხეში გამოკეტილი ოპოზიციონერების ოჯახების ცხოვრება. ძალიან ცოტა რამა იმაზე მძიმე ვიდრე უდანაშაულო ადამიანი ციხეში. პირველად რომ მამა დაიჭირეს, მაშინ ის არასრულწლოვანი იყო და სანახავად მატროსოვის ციხეში დადიოდა. ეგრე კარგად აღარ გამოიყურებოდა. დაუსრულებელ რეპრესიებში კი უკვე მთელი თაობა გაიზარდა, რომელმაც ყველაფერს თავის სახელი დაარქვა. ადამიანი რომელიც ნამდვილად ზრუნავს თავის ქვეყანაზე, თავის ახლობლებზე, კოცი ვერ ექნება. შვილებთან ერთი პერისპირ შეხვედრის უფლება წელიწადში ციხეში შეუსრულდა 57 წელი გუშინ იყო დაბადების დღე. და თვეში ერთხელ მათი დანახვის უფლება შუშის მიღმა. სანამ ჩამოვიდოდი მე ვთხარ პირველი მე შევალ, იმიტომ რომ 7 თვე არ მყავდა ნანახი. ნახეთ როგორია პოლიტიკოსების ხვედრი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ციხეში გამოამწყვდია. არ ფიქრობს, რა დანაშაულს ჩადის ეს ადამიანი. დღეს 8 საათზე ამბავი ოლიგარქის ტყვეებზე. რამდენი მილიონი ლარი აიღეთ? სად არის სამაცივრო მეურნეობა? გველის წიწილა, სუფთა გველის წიწილა. სად არის სამაცივრო მეურნეობა, რომლის ასაშენებლად მეუფე ანტონს სახელმწიფო ბიუჯეტიდან
თითქმის 9 მილიონი ლარი მისცეს. 60 მეურნეობაზე რა გადაწყდა? ფულისაც აიღეთ გამო. წაბძამდით. ფული ჩარიცხულია, ბოსტნეული შესანახი მაცივარი არ არის. დაგემული ბოსტნეული მინდა და იქნებ მაპოვნინოთ, აი კიტრი, პამიდორი, მწვანილი. 8 საათზე ნახეთ ეპისკოპოსის კოოპერატივები, სახელმწიფოსგან მიღებული ფული და მძღოლის სახელზე გაფორმებული ბიზნესი. 9 მილიონი საწავიდა, სად არის მაცივარი? 3 ლარი 1 კვადრატულ მეტრ უნიკალურ მიწაში. რაფასად მიყიდეს მეუფე ანტონის ახლო გარემოცვის წევრს სახელმწიფო ქონება, სადაც უნიკალური გოგირდის გეიზერებია. აქციები დაიწყო, სისულელები დაიწყო და მე მივყევი ბოლომდე. ახლო გარემოცვაზე გადაფორმებული ბინები ვაკეში, ძვირადღირებული ავტომობილები და სახელმწიფოს ფული ბიზნესისთვის. მეუფე მაგარი. სად არის მაცივარი? მე მაგია სასწაულია. დაზია, დარბია, 5 წელიწადია დანძევენ. რა სარგებელს იღებს ბაღდათელი ეპისკოპოსი? ნახეთ 8-ზე. ყოველი წინა ქართული ოცნების სისასტიკე, რომელიც ყოველ დღეს სულ უფრო კარგად ჩანს. ხან მე პაჭკაცებს მოვიტანი, ხან ორ პაჭკაზე ასე ვაშინებდი აკაურობას. ღია ცის ქვეშ დატოვებული ხალხი და არაფორმალური ნიღბიანების ჯგუფი საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ, ვინც დევნილებს და სოცდაუცველებს დაშინებდა. იქნებ შეიარაღებულები არიან, არ გაინტერესებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი რო ხარ? სად უცხოვრობთ? ძირს აგდებდნენ და ისე ახალხელებდნენ, რომ ადამიანებად არ თვლიდნენ. 30 წელია უსახკარო დევნილების პრობლემა ვერ მოაგვარეს და ახლა იქით ამ ხალხს ამტყუნებენ. სიცოცხლეც არ აინტერესებთ, მაგრამ თავარია ფულის სუნი დიოდეს საგნო. 8 საათზე ნახეთ საცხოვრებლიდან ქუჩაში გამოყრილი ბავშვები, რომლის თვალწინაც მათ მშობლებს პოლიცია სცემდა. ოცნება სულ მართალია და ხალხი სულ მტყუანი. დღეს დაჩაგრული ადამიანები ისტორიით შაბათის ეთერში. ამთავრობას არ აინტერესებს ეს ხალხი. ჩვენმა გუნდმა მთელი კვირა იმუშავა, რომ დღეს საღამოს 8 საათზე ამ სტუდიიდან წარმოგიდგინოთ ამბები, რომელსაც სხვაგან უბრალოდ ვერ ნახავთ.